ესე იგი მე ვთხოვ ხელისუფლებას რომ აწარმოონ ქურდებთან მოლაპარაკება და მოიწვიონ ქურდები როგორც ექსპერტები აი ამ სახით და გაიარონ მათთან კონსულტაციების შემდეგ ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი როგორიც არის სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც სახელმწიფოს აქვს ბიუჯეტი, ზუსტად ისე აქვს ქურდებსაც თავისი ბიუჯეტი. ოღონდ ამას ქვია ქურდული საერთო ეგრეთ წოდებული ოფშიაკი და როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს მიზნობრივად და საჭიროებების შესაბამისად, ზუსტად ისე იხარჯება ქურდული საერთოს ფულიც და თუ კი ვინმე გაბედავს და ამ ფულს დახარჯავს არამიზნობრივად და გამოიყენებს საკუთარი კეთილდღეობისათვის, ესეთ ადამიანს არ პატიობენ ქურდები და ამ შემთხვევაში ესეთი საქციელის ჩამდენი ემშვიდობება პატივისცემასაც, ავტორიტეტსაც და საერთოდ ყველაფერს ცხოვრებაში და რჩება ეგრე გაფარჩაკებული. რა ხდება პოლიტიკაში? ყველა ხელისუფლება, ვინც იყო და ვინც ეხაც ვინც არის, მისეული არიან და ჭამენ ამ სახელმწიფოს ბიუჯეტს და ხარჯავენ ისე იმ მიზნობრიობით, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ და თავის ოჯახებს და ახლობლებს, ხო? კიდე მეორე საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ქურდებთან უნდა კონსულტაციებს გადიოდეს ჩვენი პოლიტიკოსები, ეს არის საქციელი და აი უბრალოდ საქციელი. იმ შემთხვევაში თუ კი ქურდი გაცდება იმ ქურდულ რამკებს და იმ ჩარჩოებს და მოიქცევა ისე, რაც არ არის მიღებული ქურდული კანონებით, ამას არ პატიობენ და იქვე ემშვიდობება ესეთი ადამიანი ქურდის ტიტულსაც და პატივისცემასაც და საერთოდ ყველაფერს და რჩება ეგრე. მოკლედ, შეცდომა არ ეპატიება და ეს რომ იციან, შესაბამისად ყველა ცდილობს რომ არ შეეშალოს და არ გაცდეს იმ ქურდულ ჩარჩოებს. რა ხდება პოლიტიკაში? პოლიტიკაში ეშლებათ მილიონჯერ როგორც თავის ქვეყანასთან, ისე თავის ხალხთან და ერთმანეთთანაც და ჩასწრილი პოლიტიკოსები არიან დღეს ჩვენთან პოლიტიკაში და ისევ ამ პოლიტიკაში ტრიალებენ და ისევ პოლიტიკოსები ქვიათ და როგორც ქურდები არ პატიობენ შეცდომებს ქურდულში, ზუსტად ისე პოლიტიკოსებს არ უნდა ეპატიებოდეთ შეცდომა პოლიტიკაში და აი მაშინ იქნებოდნენ უფრო კარგი პოლიტიკოსები და უფრო ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა პოლიტიკის კეთება და წარმოება. აი ეს ორი საკითხია, რაზეც მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა აქტიური კონსულტაციები აწარმოონ ქურდებთან და თუ მოიწვევენ და სახელმწიფო კანცელარიაში დაპატიჟებენ და იქ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაივლიან კონსულტაციებს, ვფიქრობ, რომ სასარგებლო და კარგი იქნებოდა პოლიტიკისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს რასაც ახლა მე ლაპარაკობ, რა ვიცი, თან ნახევრად იუმორია და ნახევრად სამწუხარო რეალობა, რაშიც ვართ და ბევრად აი ამ საკითხებში წინ არიან ქურდები, ვიდრე ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები სამწუხაროდ. აი მაგალითად ქურდი ვერასდროს ვერ იქნებოდა გუბას სანიკიძე და რანაირი ნაბოზარიც ეგარი და როგორი არასწორი კაციც ეგარი, მაგის ადგილი არ იქნებოდა ქურდებთან რა ეგეთი კაცის და არც პოლიტიკაში არ უნდა იყოს ეგეთი არასწორი ხალხის და ეგეთი უთავმოყვარეო და ფარჩაკი ადამიანების ადგილი არ უნდა რჩებოდეს არც პოლიტიკაში და აი მაშინ იქნებოდნენ პოლიტიკაში უფრო მართალი და უფრო სწორი და უფრო კარგი ადამიანები ვიდრე დღეს არიან და აქ ჩვენთან პოლიტიკაში მოთხოვონ და მოკითხონ ერთმანეთს კი არა, ხო ხედავთ ეხა გუბაზა რომ ძალიან როგორ თქვა, აი უკანასკნელი პრაშმა და უკარო გახდა და უკვე რომ
თვითონაც ეთყობა რომ მიხვდა რომ ყარს, ეხლა თვითონ რაღაცა უკანა ფლანგზე ცდილობს გადაიწიოს და თავის შვილს გუტენის ეხლა და თავისი შვილი შემოიყვანა პოლიტიკურ ასპარესზე და რა ვიცი ქურდები ეგრე არ იქცევიან და მაგდენის უფლებას არ აძლევენ არც თავის თავს და არც იმ ადამიანებს, ვინც მათ გარშემო ტრიალებს და პოლიტიკოსები რატო აძლევენ მაგის უფლებას ან თავის თავს და ან იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში ტრიალებს, აი ეგ არის საკითხავი და უცნაური და კარგი იქნებოდა თუ აი ამ ამბავში დაემსგავსებოდნენ ქურდებს ჩვენი პოლიტიკოსები.